სალამი მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. Როგორც ხედავთ, ნაწილები ალაგია ჩემ წინ და შესაბამისად გვექნება კომპიუტერის აწყობის ვიდეო. Ძალიან დიდი ხანი არ გადამიღია კომპიუტერის აწყობა და გადავეჩვიე. ეხლა თავიდან მექნება მისაჩვევი. ვნახოთ რა გამოგვივა. რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოგვივა. ნაწილებს რაც შეეხება, ძალიან მოკლედ გეტყვით რა კომპიუტერს ვაწყობთ და რა მონაცემებზე. პროცესორის და ვიდეო ბარათიც გვაქვს AMD-C, შესაბამისად AMD build-ი გვექნება და სახელები დაემთხვა ძალიან მაგრად. Ryzen 7 7700-ის პროცესორზე ვაწყობთ და ვიდეო ბარათიც არის RX 7700 XT. მოკლედ 7700-ების build-ი იქნება ეს. ყუთებზე შეამჩნევდით რომ თეთრია თითქმის ყველაფერი და ძალიან ლამაზი თეთრი build-ი გამოგვივა. აქვე შეგახსენებთ რომ ვიდეოს სპონსორია კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია Ultra და მაღაზია Ultra-ს გლდანის ფილიალში ვიღებთ ამ ვიდეოს. სანამ აწყობაზე გადავალთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და კომენტარებში დაწერეთ თქვენი მოსაზრებები. მე კი ნელ-ნელა დავიწყებ ყუთების გახსნას და კომპიუტერის აწყობას. 7700 არის X პროცესორი არ არის, შესაბამისად მოყვება თავისი გაგრილება. ეს გაგრილება საკმაოდ კარგად მუშაობს, თუმცა Ryzen 5-ზე უფრო გამოსადეგი რაღაცა 7-ზე და ზევით ცალკე third party გაგრილებას ვაყენებ ხოლმე. ამ შემთხვევაში, რადგან ძალიან ლამაზ кейსში ვაწყობთ, გადავწყვეტეთ რომ გაგრილებაც ძალიან ლამაზი ჩავაყენოთ და 360 მმ-იან წყლის გაგრილებას ვაყენებთ, თეთრს რა თქმა უნდა. პროცესორს რაც შეეხება, აი ესეთ პატარა ყუთში დევს, ესეც გავხსნათ. გავხსნათ სოკეტი და პროცესორი უნდა ჩავაყენოთ ძალიან ფრთხილად. მეხსიერებას ვიყენებთ Kingston Fury Renegade 1 TB-იანს, ეს არის PCI Gen 4 SSD, რომელიც ძალიან სწრაფია და სხვათა შორის ესეთ Fury Renegade-ები მიყენია მეც ჩემ პირად კომპიუტერში. ამის ლამაზად გახსნას არ დავიწყებ, მაინც ეს ყუთი არაფერში აღარ გამოდგება, ასე რომ შეგვიძლია გავბრდღნათ. აი ესეთი პატარა ლამაზი რაღაცა არის ჩვენი M2 SSD, ვისაც არ გახსოვთ. M2 ჩავაყენოთ ძირითად სლოტში, ამიტომ უნდა მოვხსნათ ეს რკინის გაგრილება, რადიატორი M2-ის. აქვე ავაზრობ თერმობალიშზე, პარკს ვარ და გვავიწყდეს. ვაყენებთ აქ ამ ამაღლებას, შევაცურებთ SSD-ს და შემდეგ დავუჭერთ ამ ერთი შურუპით და დავამაგრებთ თავის ადგილზე. ეხლა კი თავის რადიატორი უნდა დავაყენოთ, რომ გაგრილდეს ჩვენი M2 SSD. და ესე მოუჭერთ, ძალიან გადაჭერა არ არის საჭირო, ესეც დავაყენეთ. ოპერატიულ მეხსიერებად ვიყენებთ Kingston Fury Renegade-ს, რომელიც არის უსწრაფესი, ეს კონკრეტული მოდელი, 8400 მეგატრანსფერწამიანია, თეთრია, თავისი RGB განათებით და ძალიან მაგარი რაღაცა. ერთი დეტალი, ზოგადად AM5-ის პლატფორმაზე AMD პროცესორებს არ ჭირდებათ 6400 მეგატრანსფერწამზე მეტი სიჩქარე და არ იყენებენ როგორც ასეთი რა სრული დატვირთვით. თუმცა ეს კონკრეტული უძლიერესი მოდელი გვაქვს Kingston-ისგან და გადავწყვეტეთ რომ ჩაგვეყენებინა, რატომაც არა. გავხსნათ ესეც ჩვენი თეთრი ოპერატიულები. ვაყენებთ მეორე და მეოთხე სლოტებში, გავხსნით ამ სლოტებს და მოვათავსებთ ჩვენ Kingston Fury-ს თავის ადგილს. ამ ეტაპზე რაც გავაკეთეთ არის ეს, დედადაფაზე დავაყენეთ პროცესორი, ოპერატიული მეხსიერების მოდულები და M2 SSD მეხსიერების მოდული და ეხლა შეგვიძლია გავხსნათ წყლის გაგრილება, თუ დასაყენებელი არის სამაგრები, ბარემ დავაყენებთ და შემდეგ უკვე ჩავაყენებთ кейსში. кейსი ავიღეთ MSI-ის ძალიან ლამაზი кейსია დამეთანხმებით, რადგან თეთრი build-ი იქნება, შესაბამისად кейსიც თეთრი უნდა ყოფილიყო. და პრინციპში შეგვიძლია აქ ჩავაყენოთ. ხო, აქ ერთი დეტალი, წინ უკვე წინასწარ გამზადებული RGB ფანები აყენია, რომლებსაც დავხსნით, იმიტომ რომ წყლის გაგრილება 360-იანი გვაქვს და ზევით არ ყენდება, მხოლოდ 240 და 280 ყენდება მგონი ამ кейსში და წინ უნდა დავაყენოთ წყლის გაგრილების სისტემა. ამ ფანებს გადავიტანთ ზედა მხარეს ჰაერის გამტან ფანებად. кейს დავხსენთ პანელები წინაც, უკანაც. ეხლა ფანებს მოვხსნით და ასევე უნდა მოვხსნა hard drive-ის cage აი ეს, რომელიც ხელშეუშლის ჩვენს გაგრილებას წინ რო ჩავაყენოთ. მაინც არ ვიყენებთ მაგას, თუ მეხსიერების გაზრდა დაჭირდება კომპიუტერის მფლობელს, M2 SSD-ები ჩვეულებრივ შეგვიძლია ჩავამატოთ. როგორც გითხარით, წინა ფანები მოვხსენი ამ кейსს, გადავიტანე 2 ცალი ზევით ჰაერის გამტანად, უკანაც იყო რა თქმა უნდა არის. ანუ 3 ფანი შეიტანს ჰაერს, 3-იც გაიტანს. და უკვე დრო მოვიდა ჩვენი გაგრილება გავხსნათ. ეს არის Thermalright-ის Aqua Elite 360 მმ-იანი თეთრი რა თქმა უნდა. ძალიან ლამაზი რაღაცა. და შეგვიძლია ეს დავაყენოთ უკვე წინ. ხო, ამ ეტაპზე იმიტომ ხსნი, რომ სამაგრები ვნახო, როგორი სამაგრებით მაგრდება დედადაფაზე და პირველ რიგში მაგას დავაყენებთ, შემდეგ დედადაფას ჩავაყენებთ кейსში და შემდეგ უკვე რადიატორს დავაყენებთ წინ. ვაყენებთ AMD-ის სამაგრს. ამისთვის ეს პლასტმასები უნდა დავამაგროთ ჯერ და შემდეგ დავამაგრებთ აი ამ სამაგრებით. და ამ სამაგრებს გადაუჭერთ, ისე რომ იყოს მყარად, თუმცა რაღაც ძალიან ზედმეტად ძალის დატანება და ზედმეტად გადაჭერა არ უნდა რომ რამე არ დავაზიანოთ.
და ახლა ჩავაყენებთ დედაბარათის кейსში, შემდეგ უკვე რადიატორს დავაყენებთ. დედაბარათის кейსში ჩაყენებამდე არ დაგვაუწყდეს აი ამის დამაგრება, რომელიც უკან ყენდება. ესეც თუმცა უნდა დაუშვათ, ჯერ უნდა ჩავაყენოთ და შემდეგ უკვე დედაბ. აი ეს. ესეც ესე რადიატორი დავაყენეთ წინ, აი ესეთ ფორმაში. ჰაერის შემომტან ორიენტაციაში იქნება, ფანები ესე ლამაზად დადგა. შეგვიძლია ეს გაგრილების ბლოკი დავაყენოთ უკვე პროცესორზე, შემდეგ კვების ბლოკი და ვიდეო ბარათიღა დაგვრჩება. ხო და რა თქმა უნდა, კაბელების გაყვანა, რომელსაც დიდად არ ჩავეძიები ვიდეოში, მაგაზე დროს არ დავკარგავთ. გავდივართ ბოლოში, მეგობრებო, ჩავაყენებ ამას. გავყვან კაბელებს ყველას, რაც საჭიროა, სადაც საჭიროა. და ბოლოს შევაყენებთ ვიდეო ბარათსაც. როგორც ხედავთ, მაღაზიაში ვაწყობ, თამაშებზე გატესტვის დრო სამწუხაროდ არ გვექნება. უნდა მოვასწროთ მაღაზიის დაკეტვამდე. უბრალოდ გავტესტავთ ტემპერატურაზე, Windows-ს ჩავწერთ, ყველაფერს თუ დრაივერებს რაღაცებს მოვაგვარებთ და ტემპერატურაზე მაინც გავტესტავთ სრულ დატვირთვაზე, როგორ იმუშავებს კომპიუტერი. კომპიუტერების თამაშებზე ტესტები კი ჩემ მომავალ ვიდეოებში იქნება. ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს გადაღებული თქვენთვის შემოსათავაზებელი და დარჩით ჩემთან ერთად, თუ არ გაქვთ არხი გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ. ავაწყეთ მოკლედ მეგობრებო, დაგვრჩა მხოლოდ ვიდეო ბარათის ჩაყენება და ნუ წინ პანელი გვაქვს მისაყენებელი, მაგასაც მივაყენებთ და ეს ვიდეო ბარათი კონკრეტულად ეს მოდელი არასდროს არ გამომიყენებია. ესეც თეთრია და ნახოთ რამდენად ლამაზი რაღაცაა. ეს მუყაოსფერი რო არის დიდად არ მომწონს. აი ეს მესმის რა ლამაზი ვიდეო კარტაა. თავისი სამაგრი მოყვება, ეგრეთ წოდებული ანტისეგი, რო არ ჩამოიღუნოს. მოდი ჩავაყენოთ უკვე, მაინტერესებს როგორ მოუხდება ჩვენ კომპიუტერს. და ნახეთ მეგობრებო, რა სასწაულად ზუსტად ჩდება ეს ვიდეო ბარათი ამ кейსში. ამას შეხედეთ უბრალოდ. რჩება რამოდენიმე მილიმეტრი, 9 სანტიმეტრი რა დაახლოებით და აი არის იდეალური ესე ლამაზად, რავი, ესე ზუსტად არ ჩამივსვია, მგონი არც ერთი ვიდეო ბარათი. მტვერის ფილტრიც დავამაგროთ და წინა პანელით შეგვიძლია დავაყენოთ. როგორც იქნა მეგობრებო, ჩართვის დროც მოვიდა და პირველი ჩართვა ამ კომპიუტერის. რა თქმა უნდა. ეჭვიც არ გვეპარებოდა. ეს ვიდეო ბარათი თუ ანათებდა არ მეგონა, იმიტომ რომ იდეაში გამოვწერეთ ისეთი ავარჩიეთ, რომელიც შედარებით იაფიღირდა და იყო ორი ვარიანტი, ერთი RGB-ით, მეორე განათების გარეშეო და თუმე რაღაც თავისი განათება მაინც ქონია. უფრო უკეთესად რო გამოჩნდეს, მოდი ამ პარკს ავაძრობ. ეხლა Windows-ს ჩავწერთ, ტემპერატურებზე გავტესტავთ და ტემპერატურებსაც გაჩვენებთ. ას დამგვარად დავასრულეთ კიდევ ერთი ძალიან ლამაზი კომპიუტერის აწყობა და ხო, რა ვიცი, ვისაც არხი გამოწერილი არ გაქვთ, გამოიწერეთ მეგობრებო, ვიდეო დაალაიქეთ, კომენტარებში თქვენი მოსაზრებები დაწერეთ. მე კი აქ დაგემშვიდობებით, დროებით.